თუ მოკლედ არ ვარჯიშობ, შენ სხეულთან კონტაქტი არ აქვს. შეხედე რა ისთვის ვარჯიშობ, რატო ვარჯიშობ. სხეული ჩემთვის გახდა ძალიან დიდი ინსპირაცია არა მარტო როგორც მშვენიერება, არამედ როგორც ინსტრუმენტი. ანუ გახსნილი გაქვს ყველა ჩაკრა? მაქსიმალურად ვცდილობ ისე ვასწავლო, რომ უნიკალურობა და პერსონა არ დაკარგოს ადამიანს. ლომი დაგინახია ობიექტივიდან. ანუ სან მაგარი გზნობა ბუნებასთან შერწყმა. როგორ მოქმედებს შენზე? იქნებ თქვენ ასექსუალურად და მე პირიქით ხელოვნების ნიმუშკი გალის სხეულის. რაღაცა გადმოვდეთ რა, რაღაცა თქვენი ენერგეტიკა რა. ეხლა მივხვდი რომ თერაპიაა თქვენთან სიარული. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ოქტოპუს პოდკასტიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც სწორი ცხოვრების და ფიტნესის ირგვლივ ტრიალებს. იმისათვის რომ არ გამოტოვოთ ჩვენი ოქტოპუს პოდკასტი, გამოგვიწერეთ YouTube-ზე და ასევე შეგიძლიათ მოგვისმინოთ Spotify-ზე. დღევანდელი ჩვენი სტუმარი იქნება ძალიან ეპიზოდი გვაქვს. ჩვენი სტუმარია მეგობრებო მარი ნაკანი, ფოტოგრაფი, ინფლუენსერი და ბლოგერი. ხო? ლექტორი. გამარჯობა ქალბატონო მარი ნაკანო ლექტორო. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ? როგორი განწყობით მოხვედით ჩვენ? იქიდან გამომდინარე რა წლებია გიცნობთ და ჩემი ოჯახის წევრები ხართ, რა ვიცი. ვარ კარგად ძალიან მყუდროდ გრძნობ თავს თქვენთან. მხიარულად, მეგობრულად. და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. ჩემთვისაც. კი, ისეთი სტუმარი ხარ. მარი, მოგვიყევი როგორ დაიწყო შენი ურთიერთობა ოქტოპუსთან? ოქტოპუსი. ესე იგი, ეს იყო დაახლოებით არ შემეშალოს ახლა 8 წელი გავიდა. რაც ოქტოპუსი ხო, არსებობს. მახსოვს რომ დიდი ხანია. პირველი დღიდან ათრია. გახსნა 9 წელი არის. ვიყავი ამბასადორი. გახსნის დღიდან უკვე ვიყავი მოწვეული. იქიდან გამომდინარე რომ მე უკვე როგორც ინფლუენსერი, ასე ვთქვათ, ვაფიარებდი ვარჯიშს და Facebook-ზე სულ მაგას წერდი რომ დავრბივარ, ვარჯიშობ, ძალიან ბევრი ქალბატონი და შეიძლება ასევე მამაკაციც წერდა წერილს რომ აი შენ რო ვარჯიშობ და შენ რო ამაზე ლაპარაკობ, მეც დავიწყე ვარჯიში და გთხოვ არ გაჩერდე და мотиваციას გვაძლევს და ეგრეთ წოდებული უკვე რაღაცა ის იყო ჩემზე რა, როგორ ვთქვათ, ხალხი ხედავდა რომ მე ძალიან მომწონს ვარჯიში რა. მოკლედ ვთქვათ, სტატიებიც იწერებოდა ამაზე, სითიმაც გააკეთა ჩემზე რეპორტაჟი და დაიბეჭდა ისე ოქტომბერში თუ ქონია ეს გამოსვლა. ოქტომბერში იყო თქო, მაგას საუბრობ და აქედან გამომდინარე დამიძახეს მე, ანუ შეირჩა ის ადამიანები და ის ინფლუენსერები, მათ შორის მარიამ სანოგო იყო ერთ-ერთი და დაგვირეკეს ჩვენ, რომ ჩვენ ვიცით რომ შენ გიყვარს ვარჯიში და მოდი იხსნება დარბაზი. აი ესე იყო რა. ანუ მანამდე მე ისედაც ვარჯიშობდი და პოპულარიზაციას უწევდი ვარჯიშს. ვარჯიში რატომაც შემიყვარდა, ეს არის ის, რომ მე ვარ ყოფილი ბალერინა და ჩემი დისციპლინა და ჩემი ცხოვრების წესი ბავშვობიდან, რაღაც 7-8 წლიდან უკვე უკავშირდებოდა იმას, რომ მე სულ ვარჯიშობდი. ეს იქნებოდა ქორეოგრაფიული სასწავლებელი და ბალეტის სკოლა თუ სახლი. ძელი მქონდა სახლში ბაბუა ჩემის დამაგრებული და სულ აკეთებდი. ბავშვობიდან სულ აქტიური ცხოვრება. მუდმივად ხერხემალი მწყობრში მქონდა, ყოველთვის ვაკვირდებოდი და ბალეტი როგორი პონტია, იცით რომ აი შენ გიწესო თვალდახუჭული იგრძნო რა ხდება აქ? და მასწავლებელი გეუბნება რომ იგრძენი ხერხემალი და წარმოიდგინე რომ გადაყლაპული გაქვს ძალიან დიდი სარი და კუდუსონიდან გამოდის თოკი რომელიც მიმაგრებულია ჭიბზეო რა, ანუ ყველაფერს უნდა გრძნობდე და აკონტროლებდე ოღონდ თვალდახუჭული და ამ დროს ხელები ისე უნდა გეჭიროს რომ აქ თითქოს პამიდორი გაქვს და არ დაწიო ბოლომდე და ყველაფერს ისე გველაპარაკებოდა ბალეტის მასწავლებელი რომ გინდა არ გინდა ჩვენ დავიწყეთ ხერხემლის ტვინით ფიქრი რომ შენ გრძნობდე, შენ სხეულთან ქონდეს კავშირი, შეიძლება ვერ ხედავდე და რითმიკა ხანდახან შეიძლება იყოს არეული, ამ ხელით სხვა თვლები გააკეთო, ამ ხელით სხვა თვლები გააკეთო და მუდმივად გიწევს რომ აი შენ დააკვირდე შენ სხეულს და აქ განმივითარდა მე უკვე ეს ჰიპოთალამუსის ჯირკვალი, ეს არის უკვე მედიტაცია, ეს არის უკვე ტრანსი, ეს არის უკვე ის რომ ჩვენ ყოველთვის როცა ვცეკვავთ, თან ვითვლით, თან ვფიქრობთ სხეულზე და თან ყოველთვის გრძნობთ სად რა როგორ არის ხარისხი. ნუ ეს მე პრაქტიკაში უკვე ძალიან საინტერესოა. ამის გამო განმივითარდა მე ძალიან კარგად ეს ჩემი სხეულის შეგრძნება, ანუ ზურგით რო ამბობ ხომ ზურგით ვიგრძენი. ზურგით რაღაცა ხო ეს ინტუიციასაც გავს,
დაკვირვებასაც გავს, ხეულთან შეგრძნებასაც გავს. არსებობენ ადამიანები, ვინც ზედმეტად განვითარებულია აი ამ ნაწილში ვთქვათ, ხო, ეს არის შეიძლება იყოს რაღაც მათემატიკა, ლოგიკა, ბევრს ფიქრობდეს, overthinker-ი იყოს, ხო? და იმას თუ არა კავშირი დანარჩენ სხეულის ნაწილსთან, რომელშიც 5ჯერ ეტევა ჩვენი თავი პროპორციულად, მაშინ ემოციებთან საერთოდ კავშირი არ აქვს რა. ამიტომ ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ჩაკრებთან დაკავშირებით, ენდოკრინოლოგიასთან დაკავშირებით, აი ყველაფერი ჰოლისტიკურად მნიშვნელოვანია. ჩაკრები, ანუ გახსნილი გაქვს ყველა ჩაკრა, თუ რა ანუ მე გულისხმობ იმას, რომ ჩვენ რაც არ უნდა ტვინი და პროცესორი გქონდეს ძლიერი, ვერ ვიქნებით ისეთი ბედნიერები, თუ სხეული არ არის ჩართული ამ პროცესებში. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეგრე. გათიშული გაქვს სხეული, გადადიან მერე იწყება ადიქცია. ზოგი მოთამაშე ხდება, ზოგი შოპოჰოლიკი ხდება, ზოგი სხვადასხვა სუბსტანციაზე დამოკიდებული. რატო? სხეულთან არა აქვთ კონტაქტი ადამიანებს, ძალიან ბევრს ასე ვთქვათ, მოზგაობენ, ესეთი ტერმინიც არსებობს ჩვენთან სლენგი, რასაც overthinking-ი ქვია, ანუ ზედმეტი ფიქრი. ზედმეტი ფიქრის შემდეგ გინდა გათავისუფლება და რას აკეთებ? სხეულს თუ არ მიაქცია ყურადღება, იწყებ ძალიან ბევრ ჭამას, რომელიც შეიძლება საერთოდ არ გინდოდეს კუჭით, არამედ ესეც იყოს შენი ემოციები. სტრესია ორგანიზმში. სტრესი, მუდმივი სტრესი, მუდმივი workaholic-ები მაგას აკეთებენ. რა ვიცი, ძალიან ბევრი ადიქციები არსებობს, ახლა ჩამონათვალისია დიდია, მაგრამ თუ მოკლედ არ ვარჯიშობ, შენ სხეულთან კონტაქტი არ აქვს. ოკეი. ნამდვილად. და ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება დაგეწყოს მენტალური. კი. კი. ისე როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება, აი ზოგადად, რაც აი მოდი ესე გეტყვი რა, რაც ფიტნესში გადმოხვედი და ზოგადად კი ბატონო. ფიტნესში გამოსადე შენი სხეული, შენი თავი. მივხვდი ეხლა კი შეკითხვას. რაღაცა ის ქონდა გამოცდილება შენ. ბალეტის. ხო, ნუ ეგ ეს სხვა რამე არის. სხვა არის, კი. ხო? დამეთანხმები და აი ზოგადად მოდი 100%. ამაზე მინდა რომ გკითხო, რომ აი ფიტნესმა რამდენად შეცვალა და შეცვალა შენი თუნდაც მენტალური მდგომარეობა, თუნდაც ცხოვრება სხეული შეცვალა. და ასე შემდეგ, ხო? ჩემი ცხოვრება შეცვალა. დავიწყოთ იქიდან, რომ ოქტოპუსი არის მართლა ჩემი ოჯახი. აი, იმდენად ბევრი სხვადასხვა საკითხებია იქ, რაც მარტო ფიტნეს არ ეხება. ეს არის აურა, ეს არის ატმოსფერო, ეს არის სურნელი, ეს არის ადამიანები, რომლებიც ნელ-ნელა შენი მეგობრები ხდებიან. Connection-ი, ხო, აი და ეს ატმოსფერო მე მთლიანობაში, ხო? კი ეგ არის. მოკიდეთ ერთმანეთს. მე ძალიან ბევრი ტრადიცია დაინერგა. ეს მთელი კულტურა შეიქმნა ამისი, რომ მაგალითად გიორგიმ დაიწყო საინტერესო ივენთების მოფიქრება, რაც უფრო გვაერთიანებდა ჩვენ. იქნება ეს ჰელოვინი, რომელსაც ყველა ოქტოპუსელი ყოველთვის ველოდებით, იქნება ეს გასვლითი რიტრიტები, იქნება ეს თუნდაც ეს დაჯდომა და ჭამის დროს იქვე პატარა კაფეში ერთმანეთთან გაცვლა აზრები. ეს არ არის მარტო ფიტნესი, ეს არის მთელი კომუნა, რომელიც ჩემთვის პირადად ძალიან ღირებული არის. იქ რომ მივდივარ ხოლმე პირდაპირ შეიძლება ისიც კი იყოს, რომ იმ დღეს ხასიათი არ მქონდეს ვარჯიშის, მაგრამ რომ მივდივარ ეს ვაიბი მედება, ენერგია მედება, თქვენ რო გხედავთ მედება, იქ ერთმანეთს უღიმით. ეს რაღაც ფიზიკური ტაჩი, ენერგია ძალიან გადამდები არის. და მე რაც უფრო შევისწავლე ეზოთერიკა, გავარკვიე და ასევე კვანტური ფიზიკა, რომ მოლეკულურ დონეზე, ვიბრაციის დონეზე ვიბრირებს ცხოვრება და სიცოცხლის ენერგია ოქტოპუსში და შეიძლება გქონდეს რაღაცა ცოტა ისეთი ups and down, პატარა დეპრესიული ჩავარდნები და მან მნიშვნელოვანი ის კი არა რომ მოვიდე რომ მე მაგარი კუნთი მქონდეს. ხანდახან მნიშვნელოვანია რომ განწყობა გადამედოს. ადამიანებისგან, რომელიც ჩემი ოჯახის წევრები არიან. და ეს ჩემთვის არის აი ხანდახან ისეთი საჭიროება და ვერ ვიაზრებ ხანდახან, არის ხოლმე დიდი გეფი მაქვს. შეიძლება რამოდენიმე თვე არ მოვიდე. ვერ გავიაზრო რომ თურმე ოქტოპუსი მაკლია. მეგონოს რომ ახლა ვარჯიში მეზარება. თუ უცბად მოვიდე და სად ვიყავი აქამდე. აიმე. ხო, რომ მარტო ვარჯიში და რაღაცა კუნთები მარტო არ არის რა. მარტო არ არის მთავარი მესიჯი. ეს ემოციები ზოგადად ადამიანის განწყობა გადაგედოს და ურთიერთობა, გამხნევება, მუსიკა, ხუმრობები, თან ეს რაღაცა მუდმივი გრაფიკი, რომელიც შეგეძლია რომ მოარგო ძალიან ფლექსიბლი. ბევრი ნიუანსია რა, რაც ერთად მე ბევრ რაღაცა სისტემაა მთელი სისტემაა. აი მომწონს ის რომ აი აუცილებელი არ არის. მე როდესაც მაგალითად მყავდა პერსონალური ტრენერი სხვა დროს და სხვა დარბაზში, ხო? მე მქონდა ხოლმე იცი როგორ დანაშაული შეგრძნება თუ დავაგვიანებდი 10 წუთი 15 წუთი. აი ეს მქონდა და ვიცოდი რომ სხვა გზა აღარ მაქვს და დღე ჩავარდა. ოქტოპუსში მე მაქვს იმისი ფუფუნება,
რომ თუ თქვათ მაგალითად გავაცდინე რაღაც იოგა, წავშევიდე ბოქსზე, თუ თქვათ გავაცდინე ბოქსი, შევიდე ფუნქციონალურად, თუ განისა პილატესზე, თუ პილატესზე, ყოველთვის არის რაღაცის არჩევნის და choice-ის საშუალება და ეს ძალიან დიდი კომფორტია, რომ მე კი აღარ მენერვიულება, რომ ვინმე საქმე არ გავუფუჭო და დრო არ დაუკარგო. მივალ რაღაცა იქნება. შევალ რამეზე შევალ, ცეკვაზე შევალ. ხვდები? ნამდვილად, ხო? ბევრი არჩევანი გაქვს. კი. აი, გენაცვალე, რადგან ეხა ახსენე პერსონალური ტრენერი მყავდა, მაგაზე გვაქვს ერთი კითხვა. კი ბატონო, ორი იყოს. დიდი ხნის წევრი. როგორი არის შენთვის კარგი ფიტნეს ინსტრუქტორი? კარგი ფიტნეს ინსტრუქტორს ძალიან ბევრი თვისება უნდა ქონდეს. თოდნა რო არ ჩავთვალოთ. თავისთავად. ბევრი კომპონენტი ძა. უნდა ქონდეს იუმორი. იუმორის გრძნობა. მე ძალიან დიდი ხანია მოკლედ ამ ვარჯიშის მეთოდოლოგიაში ვარ და შემიცვლია კიდევაც პერსონალურები, დავკვირვები ვარ, აი. ვაკვირდები ხოლმე იცით რას, აი მას რა გავლენა აქვს ჩემზე. ის როგორია სხვისთვის კი არა და ზოგადად რა ქულები აქვს. აი ჩემზე როგორ მოქმედებს მისი აურა. მაგალითად, ხო? აი თუ კარგი იუმორი აქვს და შეხუმრებულები ვართ, მაშინ მე ტანჯვით არ ვარჯიშობ, მე სიცილით და თამაშით ვარჯიში, კიდე სხვა ვაიბი. ყოველთვის გონება მე იმახსოვრებს ამ feelings, რომ აი იქ მისვლა მიხარია. თამაშობ კი არ მაშვები რა ქვია, ასე ვთქვათ, ვითვლი რამ როგორ სუფთად გამომივიდა თუ არ მე დიდი ჩემპიონატისთვის არ ვემზადები სიმართლე გითხრათ. ანუ მაგიტო არ ვარჯიშობ, მე მინდა ფორმაში ვიყო, მე მინდა ჯანმრთელი ვიყო. კონუსში ვიყო, შესაბამისად ის ვარჯიშის პროცესი ჩემთვის უნდა იყოს სასიამოვნო. თუ იქ შევატყერო ცოტა ზედმეტად მკაცრია, ან პირიქით უყურადღებოა. თუ შევამჩნიე რომ მისთვის როგორც საინკუბატორის ის არის, ხვდებით, ყველას ერთნაირად ექცევა და ჩემი ხასიათი ვერ გაიცნო. არ მსიამოვნებს, ამიტომ ბევრი სხვადასხვანაირი ის არის. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ იუმორის გარდა ადამიანს უნდა ქონდეს თვით დისციპლინა. მე თუ შევატყერო ის, როგორ თქვა, აი მაგალითად მე ჩემთან მკაცრია და თავის ცხოვრებაში იგივეს არ ხორციელებს, რასაც ცდილობს რომ მე მასწავლოს, ხო? ესაც არ არის, ხა მაგალითად შენ რო ტატუები გაქვს, ხო? ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩემიანი ხარ. ესე იგი შენთვის გემოვნება არის მნიშვნელოვანი. გემოვნება თუ მნიშვნელოვანია შენთვის, ესე იგი ისეთ კუნთებს დამამუშავებინებ, რომ ჩემ სტილში ჯდებოდეს და არ ვიყო რაღაცა ძალიან ბატი-ბუტი. ხო ხტები, ანუ როგორ იცმევს, რა მუსიკას უსმენს, როგორი მეგობრულია, ძალიან პერსონა მთლიანად უნდა მე ჩემ გემოვნებაში მიხდებოდეს, რომ მე შედეგები დავდო ისეთი, რომ მე არ გამიწყდეს და არ დავემსგავსო რაღაც სტანდარტებს, რომელმაც შეიძლება Instagram-ი გვთავაზობს ამ ვიქტორია სეკრეტი. მე არ მაქვს მანდ რაღაცა პრეტენზიები, რომ ჩავჯდე ჩარჩოში. მე მინდა რომ მე დავიხვეწო. აი ზუსტად კარგად აღნიშნე და ეგ მომეწონა ძალიან, რომ რაღაცა ჩარჩოში არ ჩაჯდე, არა ხო? დღეს აი სოციალური ქსელი გვაძლევს. გვაძლევს თუნდაც. იმიტომ რომ იქ არის შეფასება, ადამიანებს დაგვეწყო ის, რომ აი რამდენი ლაიქი, რამდენი ნახვა აქვს. ეს ალგორითმა შექმნა რაღაცნაირი, იცი როგორ აი ჰოლოკოსტივით, რომ აი ყველა რაღაც ასპარეზობს, ყველა იმაზეც ის თქვათ 3000 ლაიქი აღარ არის შენთვის ისეთი სასიამოვნო, იმიტომ რომ ვიღაცა 5000 აქვს. ეს ასპარეზი და ეს სიგიჟე სოციალურ ქსელებში მე ადამიანებში იცი რას იწვევს, რომ აი თვით დაჯერებას გვიგდებს დაბლა, იმიტომ რომ მე შევა უნიკალური ვარ. რა შუაში ის შეფასება? სკოლაში რაც ხდებოდა ჩვენ. ნუ აი ინდივიდუალიზმი არ უნდა დაკარგო. არ უნდა დაკარგო, მაგრამ დღეს ისეთი ხდება მთელი გლობალურ ამბავში, აი ამ სოციალურმა ქსელებმა ისეთი ცუდი შეფასებათა სისტემა ამ ლაიქების გამო და ალგორითმზე რო ყველა ვიბრძვით, შექმნა რომ სულ დაგვავიწყდა რომ მე საერთოდ შეიძლება პირიქით ugly beautiful მომწონს და არა იდეალურად პერფექტ რაღაც, ხო? მეც დავკარგე პერსონა რაღაცა პერიოდი, იცი, ინფლუენსერობის მანძილზე და მეც სულ იმაზე ვიყავი მორგებული, რომ ალგორითმმა დაბუსტოს, გავირუსდეს, ნახვები აიწიოს. შესაბამისად მომიწერა არაავთენტურობაში შევიდე და რაღაცა გავაკეთო, იმიტომ რომ იყოს მარკეტინგულად გამართლებული. და მე გვეკარგება თუ შეფასება, იმიტომ რომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა. ხო. რომ აი ზუსტად ის შენი თვით შეფასება არ დაკარგო და იცი რატო დადიხარ. შენთვის დადიხარ რეალურად. აი ეგ არის ზუსტად აი ის გაცნობიერება არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ადამიანმა კარგად და სწორად მიხვდე, რომ შენი თავისთვის დადიხარ, ხო? და არა იმისთვის, რომ აი მოდი დღეს მე ხა ვარჯიზე რომ მივალ ესე და ესეთ ვიდეოს გადავიღებ, მე დავდებ, რომ რაღაცა ეს ალგორითმი სოციალური ქსელი იმას მოვერგო. კი ბატონო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად აღნიშნე, ხო, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და
ბევრისთვის დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც ადამიანს მაინც დააფიქრებს რა, რომ შესაძლებელია. ხო, და გამიხარდება თუ ვინმეს მაინც რამითი ამით დავეხმარებ, იმიტომ რომ მეც მაქვს ხოლმე ზუსტად იგივე პრობლემები. მეც მქონია. და ის ზუსტად მაგას გეუბნები, იმიტომ რომ მე რო არ მქონოდა, ამას ვერ მიხვდებოდი. ხა შენ იდენტობას გრძნობ. ხო, ზუსტად რა, იმიტომ რომ ავი დარწმუნებული ხარ დღევანდელ დროში სოციალური ქსელი, მით უმეტეს Instagram-ი, TikTok-ი, Facebook-ი და ასე შემდეგ რაც არის. ეხა ბევრჯერ დაუთრევი ვარ რა ესე რა, იმენა აი მიდი ესეთი უნდა იყო, ესეთი სტორები უნდა და ესეთი რო გავარდეს. უნდა კონდეს გავარდეს და აი ხო, მე აი რაღაც მომენტში ერთი პერიოდი რა, რაღაცა მქონდა მე ცხოვრებაში ისეთი პონტი, რომ აი დაუფიქრდი და აი უცბად ჩემ თავს რო აი გავუსწორე თვალები, მივხვდი რომ იუსგარ ჩამოფრინდი რა მე არ არის ხო რა ეგრე რა რომ შეხედე რა ისთვის ვარჯიშობ რატო ვარჯიშობ მოდი ჯერ შენი თავი ხო შენი აი საბოლოო ჯამში ხო რატო გავღიზიანდი აი ჩემ თავზე გავღიზიანდი მაგრამ რომ აი ხა შენი მეთქი და იქრინჯე ქვია მაგას ალბათ ჯენზების ენაზე ხო კრინჯი რა ანუ შეთითონაც იქრინჯები აი მე მაგალითად ხო მოყოთ ამ რაღაცა სიცხადეებს ეხათ მე და შენ რაც გაუზიარეთ ერთმანეთს ესე მარტივად ვერ ბურუსში ხარ რაღაცა პერიოდი შენ გაქვს ვალდებულება ოჯახთან შენ გინდა რომ ფინანსებში ძლიერი იყო შენ გინდა რომ იქ დაუკმაყოფილო შენ არ ვიცი ოჯახის წევრს მშობელს შეყვარებულ შვილს და 1000 და მე საკუთარ თავს კარგავ და მე ზუსტად რომ სამსახურივით რო არის ხვდები რომ მე არ მექნება ბევრი გამომწერები მე არ მექნება მაშინ მე ფინანსურადაც და ეს სამსახური თითქოს მე გაიძულებს რომ დაკარგო ავთენტურობა და იმ რაღაც ჩარჩოში ჩაჯდე რომ ალგორითმმა შენ გადაწყვიტოს ხელოვნურმა ინტელექტმა რომ და ვისთვის ეს ხო ადამიანს უნდა ემსახურებოდეს საბოლოო ჯამში და აი ამ გაცნობიერებებს მე ხანდახან ვკარგავ ხანდახან ისევ შეიძლება რომ გადამფაროს არ არის მარტივი გზა და მგონია რომ დღევანდელი აი ეს shortcut დოპამინი რაც არის short დოპამინი რაც არის ხო აი მაგალითად ხო TikTok-ის თაობასაც ეხება ეს ჩემ თაობასაც ეხება ეს reels-ებსაც რასაც ვაკვირდები იმიტომ რომ მე რადგანაც ვასწავლი ჩემ სკოლაში ასევე ვასწავლი როგორ უნდა ვიყოთ სოციალურ ქსელში რაც შეიძლება უფრო წარმატებული და ფინანსები ამას ვასწავლი მაგრამ თან ამ მეთოდოლოგიას მეც მიწევს რომ შევისწავლო და ვაკვირდები რომ ხوار გვაზიანებს ეს ყველაფერი და მაქსიმალურად ვცდილობ ისე ვასწავლო რომ უნიკალურობა და პერსონა არ დაკარგოს ადამიანმა ხო აი შენიდაც ჩემთან სწავლობს აი სულ ვცდილობ რომ ადამიანს ის უნიკალური ვაპოვნინო და ის იმას დავაშენო მისი შემოქმედება ვიდრე რომ რა არის ტრენდში იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის მართლა აი ძალიან ინკუბატორი და ნახეთ როგორი რაღაცას დავაკვირდი რომ მე თვითონაც ხო რეფლექსია მინდა რომ აი მე სადა ვარ აქ გულახთილი ვარ ჩემ მოწაფეებთან როდესაც მე ველაპარაკებ და ნახე როგორი რაღაც დავამოღამე რომ ჩვენ ადრე ნუ 90-იანელები ვინც ვართ გქონდა იმისი ფუფუნება თურმე რომ დამჯდარიყავით წიგნთან შესაბამისად ეს წიგნი გაძლევს იმის საშუალებას რომ აი მესამე თვალი რაც არის ფანტაზია ხო თან კითხულობ მაგრამ თან უცებ ეს სადღაც ეს ასოები აღარ არის და მოდის იმიჯები ხო კომსოიერი წარმოგიდგენია იქ რაღაც გრაფ მონტე-კრისტო წარმოგიდგენ სხვადასხვა თავმხედარი და სად არის ეს იმიჯები რომ აკვირდები თუ კითხულობ და ხედავ ასოებს და მივხვდი რომ ეს არის ფანტაზიის უნარი ჩვენ ტრანსავთ და ეს ტრანსცენდენტული მდგომარეობა არის ასევე კლუბში გქონია რომ ცეკვავ და უცებ ხდები მუსიკა ვიბრაცია შენ თვითონ ხდები ჰანგი რატომ და ცეკვაში მოდის ეს რაღაცა სხვა განზომილება ხო იგივე კინოში თუ ქონიათ რომ აგიჩქარდა გული მისდევს ვიღაცა მკვლელი მთავარ გმირს ადის ეს კიბეებზე და შენ შფოთა რა იქ გადარჩება არ გადარჩება ეს არის ხელოვნება რომ შეეძლოს ავტორს გადაგვიყვანოს სხვა სამყაროში. ეხლა რა ხდება დღეს? ძირითადად მე ბავშვებზე მწყდება გული, იმიტომ რომ მშობელი ვარ. თუმცა ჩვენც იგივე პრობლემაში ვართ დღეს და ისობით, რომ ყველაფერი შეგიძლია ძალიან მარტივად დასერჩო და გქონდეს ადვილად. მიღწევის ის აღარ აქვს, რომ რაღაცა იყოს ჩვენთვის ღირებული. მიზანს ხო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტვინისთვის, რომ რაღაცა გაიარო, თქვენთან ყველაზე კარგად იცით ეს, რომ კუნთმა რომ ასე ვთქვათ, გიპასუხოს და გაძლიერდეს რაღაც ეტაპებია საჭირო, ხო, გასავლელი. ეს გიზრდის შენ ნებისყოფას, გიზრდის კონსისტენტურობას, გიზრდის დისციპლინას და მე რა შეხტები ჯანსაღი, ხო, იმიტომ მიაღწიე. დღეს ადვილია რაღაცებს მიაღწიო, გინდა ეს ნახე, გინდა ის ნახე და ჩქარი დოპამინია ეგრევე რომ ნახულობს, ანუ ტვინმა რაღაც გადააგდო ანკესი, ეგრევე მოიპოვა და ჩქარ დოპამინზე იმდენად გავხდით დამოკიდებული, რომ ცხოვრება აღარ გახდა საინტერესო. აი ეს მიღწევადია აქვე და გავხდით
ადიქციაში იმაზე, რომ ჩქარი დოპამინი, მაგრამ ის შორე დოპამინი რამდენი ხანი ყოფნის, ახლა თქვენ მაინც იცით ჯანმრთელობაზე ადამიანის. აუ ძალიან ძალიან მალე მთავდება. ძალიან იწურება. ხო და მე იცი რა რაღაცა ის мотиваციაც უკვე რაღაცა გინელდება და რაღაცა გაბანძდა. ხო რა. კი, აი პრობლემა აქვს, საერთოდ მე მგონი დღეს სოფლიოს ეს ერა არის ახლა. ბეიბი. თან ეხა ხო, ესეთი რაღაცა მინდა კითხო რა. კითხე. აი შენთვის დიახ. შენ როგორ წარმოგიდგენი, ანუ ვარჯიშს და ფოტოგრაფიას რამე საერთო ინსპირაცია. აი როგორი აქვს? აი ნახე შენი თვალებიდან და შენი ობიექტივიდან გამოიხედე და იქ ვარჯიშიც დაინახე და ფოტოგრაფიაც. ნუ მე ახლა გამომდინარე იქიდან რომ ასევე 8 წელია ოქტოპუსის ფოტოგრაფი ვარ და სულ თქვენთან აი მუშაობ. ზუსტად მაგიტომ ვკითხე. და მე როგორც ბალერინას, რომელსაც ძალიან ხიბლავს პლასტიკა და სხეული, ძალიან მიყვარს სხეული. ხა რატომ მიყვარს სხეული? იქიდან გამომდინარე რომ მე ბიჭები არ მყავდა საერთოდ კლასში და სულ გოგოები ვიყავით ბალეტის სკოლაში. მე მიწევდა რომ ყოველ დილას, დილის 7 საათიდან ვუყურო კუპალნიკებში, კუპალნიკებს ვეძახდეთ, ახლა მაშინ ახლა ბოდეა შეიძლება, მაგრამ ძალიან ლამაზ ნავარჯიშებს სხეულებს. შესაბამისად, ჩემი ეს შემოქმედებითობა იყო მუდმივად იმაზე, რომ აი რომ დავინახავდი სარკეში ბალერინა როგორც ეკოს და იქიდან გამომდინარე ხატვაც მიყვარდა, ხო? სხეული გახდა ეს როგორც მოქანდაკესთვის ალბათ, ხო, მუზა. პოეტისთვის შეიძლება არის რაღაც ხე, ვიღაცისთვის ქარი, ვიღაცისთვის წვიმა. ჩემთვის გახდა სხეული სილამაზე, იმიტომ ძირითად დროს ვატარებდი როგორც გიმნაზიაში ქალთა. ამიტომ სხეული ჩემთვის გახდა ძალიან დიდი ინსპირაცია, არა მარტო როგორც მშვენიერება, არამედ როგორც ინსტრუმენტი და ტრანსპორტი ჩვენი ჭურჭილი. ანუ სულის. ხო? ანუ რითი ვცხოვრობთ ჩვენ, ეს არის ჩვენი ტრანსპორტი. შესაბამისად მგონია რომ რაც უფრო შენი ტრანსპორტი არის კარგ მწყობში, ხო? მამაკაცებს მაგალითად გიყვართ მანქანა, ხო? და ამნიშნულოვანია თქვენთვის ფორმა. იქ რაღაც მეუღლისგანაც გამიგია, რაც უფრო ეს რაღაც ცხვირი იქნება ისეთი, იმის მიხედვით გაჭრის ქარს და იმის მიხედვით უფრო ჩქარი იქნება, ხო? ანუ ფორმას და ისეთი ინდივიდუალურია. ინდივიდუალური რა თქმა უნდა, იმასაც ხო ვაკვირდებით, რომ კარგი, გადავიდეთ სხვა რამეზე. ჭიქა. რის მიხედვით შეიძლება ავირჩიო ჭიქა, რომ საყვარელ ადამიანს ვაჩუქო. ჭიქას ფუნქციონალი ხო მაინც ისა აქვს, რომ წყალი ჩაისხას, სითხე ჩაისხას შიგნით. მაშინ რატო ვარჩევთ ხოლმე ჭიქებს, ან სკამებს რატო ვარჩევთ ხოლმე იმის მიხედვით, ან მაგიდას, ან ფარდას. ანუ ფორმას ადამიანისთვის ხო აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ესთეტები ვართ. ზოგადად კაცობრიობა არის ესთეტი. რატო? იმიტომ რომ გაქვს თვალები. თვალი რო არ ქონდეს, შენ ამ ყველაფერს ვერ წაღიქვამდი. და ზოგადად საკაცობრიო, ასე ვთქვათ, საერთოდ მე ესე ვფიქრობ, კოდში, ხო? კოლექტიურში ჩვენ გვიდევს ხელოვნებისადმი სიყვარული, მშვენიერებისადმი სიყვარული, ესთეტიურობისადმი, ყველა ხელოვანი არის ადამიანი. უბრალოდ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორ ოთახში ცხოვრობ, როგორ შეიფში ხარ, რას იცვამ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ შენ გიმაღლდება განწყობა, იმიტომ რომ მშვენიერია. და ესთეტიკა ასევე თერაპიულიც არის, ხო? სხვანაირად ჩვენ არ მოგვეწონებოდა სისარტყელა უცბად. ვაუ, რა მაგარი წვიმაა და რომ დასხებს ხოლმე. რატომ მოგ პოეტები ვართ ყველა ადამიანი, ხო? ეს მაგიტო გვაქვს თვალი და ახ მამდენი ფერის და შესაბამისად მე სხეული ისე მომწონს ზოგადად მისი ყურება და როგორც მოქანდაკეს ალბათ უყვარს, მეს მიყვარს ძალიან ნავარჯიშების სხეულის ყურება, იმიტომ ჩემთვის სხვა რაღაცაა. ეს არ არის მარტო ის, რომ ფორმა. იქ არის დისციპლინაც, პიროვნებაც, ადამიანის, მისი ფილოსოფია, მისი ცხოვრებისადმი დამოკიდე, როგორ უვლის თავის თუ მოიყურება, ხო, იმ ობიექტივიდან, აი რაღაცნაირად სურათს რო ვიღებ, ეხა ხო ზუსტად მივხვდი როგორ ხსნია ამ ყველა. და სხვანაირი რაღაცაა, ხო, აი რომ ვუყურებ ადამიანს ხედა, როგორ შეიძლება მაგალითად მოგწონდეს ვეფხვის ხილვა, ანუ ლომის ან ზებრის, ხო, ყველას თავისი ზოგს პეპელა უყვარს. აი ლომი დაგინახია ობიექტივიდან, ოღონდ აი ვარჯიშის მე აფრიკაში ვიყავი, მე ნაირობიში ვიყავი, კენიაში და ლომთან ახლოსაც მისულ ვარ. მინაპარაკები. რაზე ილაპარაკეთ? გულახდილი საუბრები. ადამიანებს საუბრობ და მიხარია, იცი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი არსებები ვართ. რამდენი რამე გვაქვს. რომ რაღაცა ადამიანება ერთმანეთზე როგორც ადამიანები ისაუბრონ და არა მართლა როგორც აღნიშნე, როგორც სტატუსები. ფოტოსკოლაში ჩვენ სულ მაგაზე ვსაუბრობთ. მე ლექტინა მივიდეთ მაგას. არ ვაკეთებ რეკლამას, უბრალოდ ეს მინდა და მეთქვა რომ აი ჩემი ისიც ნახეთ რა არის. მე ესე არ ვსაუბრობ ქუჩაში. იმიტომ რომ ჩემი კომპლექსები მაქვს, რომ ეხლა ამას ეს რომ დაუწყო ფილოსოფიაზე ლაპარაკი, უცებ ეფიქრებს რომ
მეც ჩემი შიშები მაქვს, ხო? ამიტომ იქ სადაც პატარა უფრო მყოდ რო გარემო მაქვს შექმნილი ჩემი კომუნა, ხო? და იქ ამაზე ვსაუბრობ და ყველას უსხვანაირ მარის იცნობს იქ და ჩვენ ყველას როლები და ნიღბები გვაქვს ხოლმე იმის მიხედვით სად ვართ. ჩვენ ხო გვეშინია შეფასების ადამიანებს, ხო? აი რა სიტყვიან ეს სკოლიდან გამომდინარეა ბავშვებიდან, რა სიტყვიან შემაფასებენ, უარმყოფენ, დამცინებენ და აი ამეებით მე რა აბჯარით გავდივართ გარეთ და ეს ნიღბები, როლები და სულ ისე ხარ დაძაბული, რომ აი როგორ უნდა მოიქცე, რომ მიგიღონ. კამერაში ეს კიდე უფრო კარგად ჩანს ხოლმე. კამერა როცა მიჭირავს, ეგრევე ხედავ ადამიანს ვის რას ეშინია, სად იძაბება, იმიტომ რომ სკოლაც არასწორად იქცეოდა ჩვენს დამი. გვაფასებდა მთელი კლასის წინაშე და მაშინ როგორი vulnerable არის ბავშვი. პაწაწუნა, გამოდის მთელი კლასის წინაშე, დგას დაფასთან და ვიღაცა აფასებს, შეიძლება დასცინა, შეიძლება რაღაცა ისეთი შეაფასოს და მთელი კლასი გიყურ. ამხელა ტრაუმაა. რაღაც მინდა მე ის მათემატიკა, ხო? საერთოდ აღარ შემიყვარდება. ეგრეა ჩემო გიორგი. კი ბატონო. თქვენთან ოქტოპოსში სხვათა შორის ეგ არ არის. საერთოდ არ მიგრძნია არასდროს, რომ მე ვინმემ დამცინან, ვინმემ რაღაცა შეფასება და ბალეტის სკოლაში ძალიან სიმკაცრე იყო, ხაზავებს გვარტყავდა. ხო და და ეს შეხუმრებულია მეგობრული ურთიერთობა არის სწორედ რასაც მე ვეძახი თქვენთან ოჯახში ყოფნას. კი. აი ხლაც მაგალითად ვეუბნებოდი რომ არ მივარჯიშია მეთქი 8 თვე თქო და პირიქით შენ мотиваცია შეება შემოიტან მიცნობ ჩემი ვაიბი მოწონს შენი ენერგია მოწონს და მე ხვდები რომ თუ მნიშვნელოვანი ის კი არა ეხა რო პრესი არ მაქვს მე და 6 კუბიკი არ მადევს თურმე მუყარვა როგორც მეგობარი და უფრო მიხარია მე მისვლა ხო რა თქმა უნდა მე აქციების გამო არ ვიყავი მისული ყოფნა ო ენერგია რაც არის ხო სხვათა შორის ოქტოპოსში ვისწავლე ეგ სიტყვა და მე გადავიტანე გამომადგა ფოტოსკოლაში მე სულ რაღაც იმებს მაკვირდები ხოლმე მე ჩემთან მიმაქ რა რაც მომაწონება რომ ფილოსოფიას ენერგიის რომ სამნი ვართ და თუ ვივარჯიშეთ სამმა ერთად შეიძლება 5-ის ვაიბი იყოს იმიტომ რომ სამნი ვართ იმ წუთას რა აი ფიზიკაში ძალიან ბევრი რაღაცა უკავშირდება თურმე ეგეთ რაღაცას რომ აი ჯგუფური ქმნის იმას რომ მე გადმოგდო შენ გადმომდო ამ ენერგეტიკა მიტრიალოს და აგვიმაღლდეს განწყობა და შეხვიდე ეგეთი და გამოხვიდე ეგეთი ეგ არის ზოგადად ჯგუფური ვარჯიშების მერე რაღაცა აი ბევრისგან გამიგია რა ხალხატარებს და აი რა კაი ენერგიაზე რა კაი ხასიათზე გამოვედი აი სახში მივდივარ იქ პრობლემაც მავიწყდება ისიც მავიწყდება ადამიანებს რა გინდათ როგორ ხო და განწყობა არის თერაპია თქვენთან. განწყობა. ეხა მივხვდი რომ თერაპიაა თქვენთან სიარული. მაგას ეხა მივხვდი სიტყვა ვიპოვე სწორი. კი ეს დიდი კომპლიმენტია სხვათა შორის და მადლობა. და ჩემთვის კიდე ძალიან სასიამოვნო საშუალება. მარე ნახე ეგ ფაქტი არის რომ ოქტოპუსი არის პირველი რატო გაუსვეს ახლა? მოეფერა. ხავიდო. რაღაცა გესიამონა. რომელმაც წინ წამოწია ჯიმის ფოტოგრაფია რა, დაიწყო თავისი თუნდაც ინსტრუქტორების ბანერებზე გაკვრა და ასე შემდეგ და ეგ ყველაფერი წამოვიდა შენგან. ხო, ნუ შენ ხავი, ხარ და იქნები ალბათ. ალბათ. კარგად ვიქნები გაცხარებული. დაიწყო რა. მაგაზე გველაპარაკე. როგორ დაიწყო? როგორ დაიწყო? გიორგი მითხრა რომ ძალიან მინდა რომ პორტრეტები გადაიღო. მე გიორგის თხოვ რომ აი გთხოვ მეთქი მაშინ სტანდარტულად არა. იმიტომ რომ მე არ მიყვარს მეთქი სტანდარტულად გადაღება და თუ ამყვები მეთქი რომ ეს ყველაფერი ცოტა გადავაქციო მეთქი ხელოვნებად და არ იყოს რაღაცა აი მე ძალიან ამისგან შორს ვარ რა. არავის არ ვეჯიბრები მე ზოგადად ვლაპარაკობ სოფლიოში. ყოველთვის არის ხოლმე ისე რომ რაღაცა კონკრეტული შაბლონი არის, როგორ უნდა გადაიღო მოვარჯიშე. ჩემთვის ვარჯიში ფილოსოფიაა. ჩემთვის ვარჯიში ცხოვრების ასე თქვა სტილია, წესია და ეს არ არის მარტო ის რომ რაღაცა პოზაში დადგეს ადამიანი, რა ბევრად მეტია და ეხა შენ რო იქ აფრინდი მაგალითად და ამყები. ეხა მაგი ბანერი რო გამოვიდა, მე ვიცი რომ მაგითიც ცნობილი ხარ ცალკე რა. მაგარი ბანერი იყო. ამყვა. ყაზბეგიზე იყო. პინგ-პონგია. რომ აი მე მგონი ერთი გადაღებით. იმიტომ ჩვენ ერთმანეთში უკვე ვიგრძენით ის რომ შენ მე ამყვები ყველაფერზე და იქ რაღაცა ჩაკეტილობა და კომპლექსები კი არ გექნება პირიქით მიდი და შენ ხელოვანი ხარ. ხელოვნება არ ნიშნავს იმ სტანდარტს, რასაც საბჭოთა კავშირში გვასწავლიდნენ. ხელოვანი ნიშნავს სპონტანურობას აყვეს. პროცესში სიამოვნოს, დაიჭიროს ვაიბი და უკან პასი გამოუშვას. ფეხბურთიც ხელოვნება არის. ყველა თამაში ხელოვნება არის. მე
თამაში თუ ასწავლით ჩემთან. ჩვენ ხო პატარა ბავშვები ვართ ყველა. ეხლა წრეში ბურთი არ გითამაშიათ, ვისის სული გსურს არ გითამაშიათ. ხომ იყო ხოლმე იქ რომ ვიღაცა ტიპები რომ ისე კარგად იჭერს შენ პასს, ან ისე კარგად გელოდება რომ გამოვიდა თამაში. ეგ არის ყველაფერში საერთოდ და ჩვენ იმიტომ გამოგვივიდა ფოტო. ბომბა. გესმის? თორე შეიძლება ვიღაცა ამხტარი იყო, სხვა არ ვიცი, მე მოეყვანათ, არ ვინც ხატის ხოლმე ვინ არიან, არ ვიცი, ხარ არავის არ მინდა შეურაცხყოფ მივაყენე, სუხიშვილი იქნება თუ ვინ იქნება, ხო? ისე ვიძახი ზოგადად რა, იქ ახტომა კი არ იყო შენი მთავარი. შენი ვაიბი იყო ჩემზე გადამდები და ჩემი შენზე და შედგა დიალოგი. აი, მოდი. შეხა ფეხბურთელი ხარ. კი. ხო და აი მე დაგინახე, გახსოვს? აი შენ არ გახსოვს უბრალოდ მე ჩემ მეუღლეს ახსოვს, იმ წუთას ვერთმანეთს ვთხარით რომ ბიჭო რა იტალიელს გავსო რა? ეგ იყო რა. ხო, მახსოვს. ხო, ჩემთვის მე მიყვარს მე კინომანი ვარ. აი კინოები მაგ გადაღეჭილი და ჩემს სტუდენტებსაც სულ კინოებით ვასწავლე. დაინახე ტიპაჟი იტალია. რა თქმა უნდა, მაგას გეუბნება თუ არ ჩემში თუ არ ჩაჯდა, მე როგორც ფოტოგრაფს მუზა მჭირდება ინსპირაცია ხა მე თუ არ მომწონს ტიპი. აი ძალიან უგულოდ აი რა არც გადავიღებ. მოდი რა გულახთ რა. ჩემში რა ტიპაჟი დაინახე რომ მითხარი რა იტალიელი. აი შენში დავინახე პირველი ეს რაღაცა შენი თმის ვარცხნილობა ქონდა ძალიან კარგი. ხუმრობდი ეს fit shape-ში იყავი ძალიან გემოვნებიანად მოდი ვიტყვი. და ზოგი არის რაღაცა ბატი ბუტი ზოგადად უყვართ ხოლმე და მე ეს ხალკი ვარიანტი ძალიან მეფრინჯება რა პირადად აი not my style. ვიღაცებს შეიძლება ძალიან უხდებათ და მოსწონთ. მე იმინა ძალიან მაერორებს, როდესაც ხედავ რაღაცა როცა არის ზედმეტი. ნუ იდეაში გემოვნების ხო, აი როგორც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ალბათ პორნო და ეროტიკა. აი ზუსტად ეს არის ჩემთვის. შესაბამისად, შენ რო იყავი რაღაცა თან თხელი და თან ძალიან კარგად ნავარჯიშები და იქ რაღაცა ისე გეცვა, ისეთი ტატუები ქონა, იმ ტატუების სტილიც რო ვიცი რა არის და ეს old school რაღაც ისინი ძალიან მომდა შიტი. ყველაფერმა ერთად, რა თქმა უნდა, მე თან ობზერვერი ვარ, მე ვარ ფოტოგრაფი. მე სულ ესა მაქვს რა დავინახე გავშიფრე. აი ყველაფერი უკვე ჩემთვის ისეთი მარტივი და ცხადი არის დიაგნოსტიკა გავუკეთო პიროვნებას რა ტიპია რა რენტგენი ვარ ჩვეულებრივი იმიტომ რომ იმ კამერის უკან ხო მე ვარ მთავარი კამერა კი არა იმ უკან ვინ დგას ის არის და შესაბამისად იგივე რო გითხრა რომ აი შენ რა მაგარ შედეგებებს რა ტრენაჟორზე ავარჯიშე ხო გაგიტყდები რა ტრენაჟორი რა ადამიანი ვარ ხო აი იგივე მე მეკითხე მე რა კამერით იღებ რა კამერით ვიღებ აა 5000 მოგცე მიდიება ჩემსავით გადაიღე აზროვნებას ვასწავლე მე და ხედვას შესაბამისად რომ დავინახე всё ეგ არის და ზუსტად ეგრე შევხმატებულ და ორ წამში ამოყვა ორ წამში იუმორი თუ არა ადამიანს კიდე ძალიან low quality არის ამიტომ ეგ ხო აი გამოვიდა кай ფოტოები შენთანაც кай ფოტოები გამოვიდა შენთანაც кай ფოტოები გამოვიდა ყოველთვის მე არ გამომდის მქონდეს დიალოგი ხო ჩემს მოდელთან არ იხსნება იმას შეიძლება მე არ მოუწონდა და ჩემი ფოტოები არ მოწონდეს ან ჩემი ვაიბი არ მოწონდეს ან მე ვეკრინჯებოდე მაგრამ არ გააჟღეროს და კულტურის და პატივისცემის იმაზე დაახტებით it's okay მაგრამ შენ ხო შენი ობიექტივიდან იყურებოდე ჩვენ ნახე როგორ ავარ თქვენ თქვენი ჩვენი ის გვაქვს რა ეხა რა ყველას თავი კინო აქვს თავში ეხა რამდენ ადამიანს ავარჯიშებ ხო დღის განმავლობაში უამრავთან გაქვს ურთიერთობა თუნდაც რაღაცა ერთწუთიანი ფსიქოლოგიც უნდა იყო კი რა თქმა უნდა და იცი როგორი ვარიანტია ეხა აი ადამიანს აი ალბათ ეს პირველი შეხვედრა რო რაღაც 10 წამიანი ხო იქ გძნობ რო აი რა ენერგიის მატარებელი ხარ და აი შენი ხო ზუსტად რა not my type აი რა მომენტი ყოფილი ხო გარნიშნავს რომ ცუდია ან კარგია not my type არა ხო ეგა კასეტაში ხა ხო შეიძლება ყველა კასეტა ხო არ ჩადის იმაში ძალიან ცოტა ისეთ შედარებაში გამოვიდეს მაგრამ აი ნახე ჩემი პერსონალური მოსწავლე ვერ იქნება ამის პერსონალური მოსწავლე ისი იგივენაირად ჩემი აი რაღაცნაირად ეგრელა გდება ზუსტად მაგაზე მაქვს საუბარი არავის ჯაჯმენტს არ ვაკეთებ ეგ ხო სხვადასხვა კარგი პასაჟი გააკეთეთ იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე რომ ადამიანებს წყინთ ჩემი გამონათქვამით და მე მაინც ავტორიტეტი ვარ ზოგისთვის მე არ ლაპარაკობ აქ ვინმე იმაზე რომ ვაჯაჯინგებ ვინმეს ან ვაშეიმინგებ რა მე ვერ ვხედავ იმაში განვითარებას, იმიტომ რომ ჩემ იმაში არ შედის. ზუსტად როგორც ახსენე. არ ნიშნავს რომ ის ცუდია. აბსოლუტურად. ხო, აი, აბსოლუტურად. ვერ მოხდა რაღაცა. ხო, ვიღაცა შეიძლება კოკაკოლა მოსწონდეს დალევა კოკაკოლის, ვიღაცა შეიძლება მოწონდეს პეპსი. ვიღაცას არ უშაქრო, ხო, ეგ არ ნიშნავს რომ ის სითხე კონკრეტულად ვერ იპოვის თავის ადამიანს ვისაც დააკმაყოფილებს რა. სურვილს ზუსტად, ხო. ამიტომ ყოველთვის მე არ გამოდის ისეთი ფოტოები, რომ ეგრევე ბანერი იყოს, მაგრამ ხანდახან გამოდის, რომ არის კარგი დუეტი. კი. ხო და ეხა გითხარე
რომელი იყო შენი ყველაზე საყვარელი ოქტო გადაღება? საერთოდ იმენ აი ეხლა დავა ფლეშბექო უნდა. იმიტომ ბევრი იყო ასეთი. ერთ-ერთი ახსოვს რომ ძალიან საყვარლობა იყო. ნუ მე ზოგადად მინდა რომ შევაქო და კომპლიმენტი ვუთხრა გიორგი ასათიანს, რომელიც არის ჩემთვის უკვე მეგობარი და ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი პოლიტიკა შექმნა, ძალიან მაგარი სუბკულტურა შექმნა, კულტურა შექმნა, კომუნა შექმნა, თერაპია შექმნა. და რადგანაც ჩვენ სულ ვესაუბრებით ხოლმე ერთმანეთს, აბა რას ფიქრობ გადაღებაზე მივთავაზებ მე ის თავისას მეუნება და ყოველთვის მისმენს. სულ მისმენს, სულ მნიშვნელოვანია მისთვის ჩემი აზრი, პატივსრევს და რა სიგიჟეც არ უნდა მოვიფიქრო სიგიჟე. ხელოვნებაში სიგიჟე უნდა იყოს და უშვებს. ამიტომ ერთხელ გადავწყვიტე, მახსოვს ეს იყო ძალიან ადრე. არ უნდა იყვნენ მეთქი სტანდარტულად ჩაცმულები როგორც სპორტულებში. всё აზე ვარ აზეც. არამედ უნდა იყოს მეთქი რაღაცა კინო. და ყველანი გავედით ბასეინზე, წავედით მახსოვს აუზზე. აუზზე მე ჩემი შიშები მაქვს, რომ იქ ვიღაცა მარიენ რუსულ ტერმინებს მე დაგაც ვაზროვნებ, მაშინ რა ქვია, კომპლექსები მაქვს. როცა ხმარობ რუსულ, არა რა გავაკეთო? რა გავაკეთო? ანუ მე ქთაობა ვარ და ეხლა არა ცნობიერ დონეზე, სულ მაგაზე თუ ვიფიქრე, ვეღარ ვილაპარაკებ. ხო და წავედით აუზზე და გავაკეთეთ აი ძალიან დოლჩე გაბანა. ხო და მაშინ გამოვიდა ძალიან კინო. ძალიან კინო, ძალიან გიორგი ბოლომდე მიდით და გავხურდით და აუ მე სიტიში დაიბეჭდა და ძალიან მაგარი გამოვიდა ის ფოტოები ჟურნალში. სოციალურ ქსელებში არ დაიდო, არ მოხდა არსად, არც ბანერი. მაშინ არა, 8 წლის წინ არ ქონდა ინსტაგრამი ოქტოპუს, 8 წლის წინ. ჟურნალში დაიბეჭდა, იმიტომ გამოვიდა beautiful photo shooting. ხო, და კიდე რას გავიხსენებდი? ბევრი მიყვარს ძალიან ბევრს ვიღებ ხოლმე. კაი, მოდი მაშინ ესე გეტყვი უცბად. აი ყველაზე ისეთი ცუდი გადაღება რა გახსენდება? რაც არ მომწონებია. ხო, შენთვის რო აი ან დაგღალან აი ერთი იყო ეგეთი საახალწლო, ისიც ადრე იყო, მაგას თქვენ არ გინახავთ. ძალიან ადრე იყო ეგ საახალწლო იყო და კოსტიუმები არ მომეწონა, ძალიან დავიქრინჯე ეს სანტა კლაუსები არ იყო ჩემი თემა. იტალით იღებდი. აი, ოკეი, ხათრი და აი მე არ მიყვარს ხომ მე ზოგადად ახლა ახალ წელს წარმოიდგინეთ ერთ რაღაცას ჩავაკვეხებ რომ უცბად მიხვდებით რა აზროვნება მაქვს ახალ წელს ნაძვისხი არ მქონია არასოდეს სახლში ცხოვრებაში არასდროს ბაბუა ჩემი იყო არქიტექტორი და მეუნებოდა რატო უნდა მოვჭრათ ხეები რატო უნდა ვიყუდოთ და სტანდარტულად რაღაც ავაწყოთ დავშალოთ მოდი შემოქმედებითათო და ვისი წელიც მოდიოდა იმის მიხედვით მე და ბაბუა ჩემი ვქნიდით მაკეტს და ხან ქაღალდებისგან, ხან რაღაცისგან ვიგონებდით ახალ-ახალ და მე ვწვავდით ბუხარში. შესაბამისად, მე არ ვარ რაღაცა სტანდარტი, რომ აი მაინდა-მაინც ახალ წელს რომ სანტა კლაუსმა უნდა რაღაცა წვერი და შუ. ვერ მოვაწერე, ხედი ვერ დავალაიქე, ჩემივე გადაღება მაშინ. ხო, არ მიყვარს ხოლმე როცა რაღაცა შაბლონში ვჯდები და გული არ მივდის. ყველა ფოტოსესიას მოყვება ხოლმე სავარაუდოდ დადებითი და უარყოფითი შეფასება ხოლმე და მაგაზე გვესაუბრე როგორ მოქმედებს შენზე. აი თოთალ მეინტერესებს. ანუ უკვე იმდენად 22 წელია ფოტოგრაფი ვარ. 22. რამდენი წლიდან დაიწყე? ანუ რამდენი წლის იყავი რა აი 20. 20-ის უკვე მაგთიში მუშაობდი. ანუ შენი პირველი სამსახური 1982. ანი ვარ. თუ გაინტერესებდეთ. 43 ხდები. 22 წელია ფოტოგრაფი ვარ. 14 წელია ინფლუენსერი. ძალიან ბევრი უთრევი ვარ. ძალიან ბევრი უბულინგები ვარ ხალხს. ხო, მაგრამ ძალიან კაი გაკვეთილებია ჩემ საჩუქრები. აბარა. საერთოდ არაფერი არ შემოდის. როგორ არ შემოდის ახლა ვერ ვიტყოდი რომ ახლა ისა ვარ ბუდა ვარ უკვე რა თქმა უნდა, მაგრამ იმ დოზით როგორც მე მაშინგან ვიცდიდი და მქონდა ხოლმე 5 წელი გავაჩერე ფოტოგრაფია ერთხელ ისე მათრიეს ქალთა დახურულ სივრცეში 100,000 მოქალმა, იმიტომ რომ გადავიღე ალექსანდრა პაიჭაძეს სხეული, იმიტომ რომ მე მომწონდა მისი სხეული და რომ ქალს ობიექტივიზაციას უკეთებს, ასექსუალურებს, იქნებ თქვენ ასექსუალურებ და მე პირიქით ხელოვნების ნიმუშკნი ქალის სხეულისგან. მაგრამ მაშინ ძალიან მეწყინა, იმიტომ იყო გინებები, იყო და ისე გააკეთეს დამარეპორტეს Facebook-ის ու დამაკარგინეს, ეს იყო ჩემი სამსახური. და ჩავიკეტე. ამ ჩამკეტვამ დიდ სურათს რო ვერ ხედავდი, ნაქარგი გინახავთ ოდეს მე. ნაქარგი? მაი მაგალითად ნახატი, ოღონ ნაქარგი ნახატი. კი. მდელოები. ესე რო ამოატრიალო რა ჩანს აქეთა მხრიდან. კვანძები. აი ესე ჩანს ხოლმე ხანდახან ჩვენი ცხოვრება რაღაცა ეტაპზე. გონია რომ პრობლემებია, კვანძებია, გაჭედვა, რაღაცა უფლობა, ის არის, ეს არის, რაღაცა მენტალური ის პრობლემაა. ხო? ხანდახან არის ეგ მომენტი. ყველა ჩვენი კინო გვაქვს და ყველა ჩვენი კინოდან ვიყურებით. სამყარომ კიდე შეიძლება იცის დიდი სურათი. რაღაცა ეტაპზე მიხვდები რომ ეს თურმე ამაზე იმიტომ მოხდა რომ მე ის უკავშირდებოდა, მე რაღაცა
და აქედან რომ მოტრიალდები ნახატია. ეს კვანძები რო არ ყოფილიყო, ეს ნახატი არ იქნებოდა. ჩვენ რადგან მასშტაბში პატარა ვართ და მთელ დიდ გადვიოს ვარ ვხედავთ. გონია ხოლმე პრობლემები. ამ დროს რომ იმ პრობლემამ როგორ გაგზარდა? ძალიან. რა ხელა საჩუქარი მოქცა და ეს ხო არ არის ეს რაღაცა მივიღე და всё სტატუსი მაქვს. არა, ეს სულ გზაზე ხარ და ყოველი დამარცხება მე ხვდები რომ საჩუქარი Step ყოფილა. by step. სულ საჩუქრებია ჩვენი ვარდნა, როგორც ტრენაჟური. ჩვენც ვეძახით ამას სულიერ ტრენაჟორს, ხო? ფსიქოლოგიაში. სულიერი ტრენაჟორია. ერთხელ არ გამოვიდა, არა უშავს, ხვალ გააკეთე, ზე გააკეთე, step by step. Step by step და მე ხვდები რომ რაღაც აუ ეს რაღაცა ძალიან მაგარი. ხო, არ ვიცი, რაღაცა. აი ნახე. აი ყურე მარისგან წამოვიდა, აი რაღაცა. აუ, მაგრამ მიმღებლობა გაქვს შენ, იმიტომ რომ შენც შემნაერი ხარ. შენც შემნაერი ხარ, იმიტომ წამ მარისგან არ წამოსულა. ჩვენ შევქმნით ახლა ეს სივრცე. ზუსტად, კი. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად, აი ნახე, შენ ხარ ჩვენი სტუმარი, ხო? დღეს ვარ. ხო, და ამ მაგრამ შემთხვევაში ზოგადად მე ვარ თქვენი საძმო. ხო, აუცილებლად ჩვენი ძმაკაცი და ჩვენი ოჯახის წევრი, კი, ოჯახის წევრი. ვივარჯიშებ, არ ვივარჯიშებ, მე სულ ოჯახის წევრი ვარ. მაგრამ ზოგადად მაგაც ძალიან უი, აქციებზე გამახსენდა კიდე რაღაც, ხო? ეგონათ ხო იცი რომ მე რაღაცა ოქტომბერში იმიტომ დავდიოდი, რომ ხალხი ამეჯანყებინა და ის იწერებოდა ვაიმე, ბრები გავიარე. ბრები გავიარე, ხალხო, აი სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს ჩვენი მდგომარეობა. გადაგცეთ ბოდიში რაღაცას ვიძახდი შენ რო ოჯახი. ხო, აი ამ ურთიერთობაზე რა, სიტყვაზე ამ ენერგიაზე რა, რაღაცა კარგად მიდის რა, მე თუნდაც რესპონდენტთან საუბარი და სტუმართან და წამყვანთან და ზოგადად მე ისე ტრიალებს, რომ აი შეიძლება რაღაცა აი ყველა თემას შეეხო რა, რაღაცა ცოტა ყველგან იმოძრაო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატო? ჩვენთვისაც, ხო, იმიტომ რომ შენთვის რატოა მნიშვნელოვანი? იცი რატოა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ შენ რო შემოხვედი აი ეს ენერგია რო დაატრიალ და ჩვენ ზუსტად იგივე ენერგიით რო დაგხვდით, რაღაცა მე კარგად მიდის რა ეს საუბარი რა. გეთანხმები. მაგრამ რატოა მნიშვნელოვანი აქ შენთვის? მნიშვნელოვანი იმიტომ არის რომ მე კარგად გძნობ მე თავს რაღაცა ისეთი კაი ენერგია შემოდის, აი ნახე, რაღაცა დაძაბულობა აღარ აქვს მე სტუმართან რა, ანუ აღარ გერიდება რაღაცეების კითხვა, რომ აი ესე უკითხო რაღაცა სხვანაირად ხო არ გაიგებს. ვიცი რომ რაც არ უნდა გკითხო, შენ სხვანაირად ამას არ გაიგებ და მიხვდები მე რატო გეკითხები ამას. ანუ მივხვდი რას გეუბნები? მიგიხდი. ხო. მე კიდე ჩავიდა და იცი რას აი ვფიქრობ? ჩავედი აი ტრენერისთვისაც ესე იგი ტრენერს იძახიან? ტრენერი. პერსოს ამბობენ ხომ ხო კიდე? რაღაც ჩვენებურად პერსონალური მწვრთნელი. ხო, აი ცე მაინტერესებს პერსონალური ტრენერისთვის ეს კი მნიშვნელოვანია, ხო, რომ მე როცა შენთან მოდივარ და ვარჯიშობ, არ დაგგრუზო. აუცილებლად. არ გეჯიკავო, არ გეჭიდავო. რაღაც არ დაგაშენე, არ დავაგვიანო, შენ დროს გავუფრთხილდე, პატივი გცე, მეც აგიმაღლო განწყობა და როგორ შეკითხვა მაქვს, იცი კიდე თქვენთან ერთი როგორ გადავრთე? ხო. გამოვუშვი. ესეთი შეკითხვა მაქვს. თქვენ რომ იყოთ მაგალითად მაყოფილი, უკვე ლაპარაკობ თანამშრომლობაზე. რა სამი შეიძლება კიდე დაემატოს ოქტოპუსის სისტემას, რომ კიდე უფრო იქ ყოფნა გაგისწორდეთ. ეს გიორგი შენ გეხება. ჯორჯი. აი რაღაცა ფოკუსი რო გავაკეთეთ. ხო, აი ანალიტიკა რა, აი გულწრფელი უკავშირე რო აი თქვათ. თუ გინდა თქვათ სამი კაი რა მოგწონთ და სამი კამი რას დაამატებდით? ნახე როგორი რაღაცა, სამი კარგი, ხო? რაც მოგწონთ, რატომაც ამდენი ხანია იქ მუშაობთ, რაღაცა არის რაც გაჩერებთ, ეს ხო არ არის მარტო ხელფასი. აი მოდი, ერთს ვიტყვი და აი ისეც რა, პირველი რაც არის. ზოგადად, მე ვიტყვი ახლა ჩემ ფილიალზე ვილაპარაკებ, სადაც მუშაობ, ხო? თავისთავად, ხო, აბა სხვაზე როგორ. რასაც ვერ ხედავ, იმაზე ვერ ვილაპარაკებ. მნიშვნელოვანი. ყველასთვის, ადამიანისთვის, არა მარტო ჩემთვის, აი დარწმუნებული ვარ, რომ 8 მილიარდი ადამიანი თუ რამდენი ცხოვრობს, ხო? ყველასთვის არის მნიშვნელოვანი რა? კომფორტი. კი, კომფორტულად რო იყოს სამსახურში. ეგ არის. კი. ეგრევე მივხვდი და იმიტომ აი ზუსტად კომფორტი, იცი რატო? მე მე ხა არა კომფორტულად რო გძნობდე თავს დილის 8 საათზე, მოდი გეტყვი და რა გაგაჩერებდა? ვერ მივალ რა. ყოველდღე ვერ ივალ. კაი, რაღაცა პერიოდი. ადგილას სადაც არ გისწორდება. გაგივადება მუხტი. სუმაგას მე მოვყარაკობ. უკვე სადღაც კაი კითხვა იყო. ტვინზე დაგარყავს. ერთმანეთში მიდის სუმაგაზე დიალოგი, რომ
ხო რა, ნუ სიმყუდროვე. რა ზუსტად ის ადგილია, სიმყუდროვე, რეალურად კომფორტი. სადაც ყოფნა და გვისწორდება მეც. და დიდი სიამოვნებით ვაკეთებთ ჩვენ საყვარელ საქმიანობას. რა მაგარია. ხო, აი ეგ მომენტი გვაქვს რა, რომ აი ის არ არის, რომ აუ ბიჭო, რა. და მე კიდე იმ ოფისში უნდა ვიჯდე. მარტო და ეს ოფისში. არა, ხო იძახიან სხვები ზოგადად, ვინც ოფისში მუშაობს, იმის პრობლემები ვიცი. კი, რა? ხალხზეც მოქმედებს სხვა რა იყო? დარბაზი რა მაგალითად რა. ხო, მე ოფისებზე რატო წავედი? ჩემთან იცი ვინ მოდიან? ძალიან უცნაურია ხალხო, ფოტოსკოლაში იცი ვინ მოდის ხოლმე? ძირითადად. ვისაც აქ საოფისე სამსახურები, ბანკირები. წარმოიდგინე იმათვის რატას გაარიქ მუშაობ. სულ ოთახში რო ხარ, ერთ და იგივე ოთახში რო ხარ, კომუნიკაცია ხალხთან რო ითვლი სიხარ და ჰაერი აღარ არის. რამხელა კლაუსტროფობიული განცდაა მენტალურად, ხო? მაგიტო გითხარით რა, რომ საოფისე თქო და თქვენ გაახვალთ, გამოხვალთ, რაღაცა კომუნიკაცია ვიღაცას შენ მეგობარს დაინახავ, და იცი რა შეხვალ. არის ეს ჯაზახი გარემო რო არის. მე ხო. ადამიანს რო ავარჯიშ, ხო აი ბევრჯერ მოგწვია ესეთი SMS-ები, რომ აუ მოვედი ის რაღაცა ჩაქიმული ვიყავი, წავედი ხო. და რაღაცა გადმომდეთ რა, რაღაცა კი, კი. თქვენი ამან თეთრ, ენერგეტიკა რა, ამან რაღაცა თეთრ. კარგად. დილის აი დილის რა კაი, მიგანი მუშაობა. ამარა. მოდის აი სერიოზული ხალხი რა. ხო, ვაუ. ეს ხო, კი ძალიან ხდება. ესეთი ოჯახი მიაუ. ურთიერთობა. კი, ძალიან კარგი. და შენ? ხო. არ უბრალოდ მეორე რაც პრობლემა შეიძლება იყოს ან ბარიერი, ან ბარიერი არ გვაქვს რა, კაკრას ეგაა რომ მაქსიმალურად თავი, აი რა მე რო მაქსიმალურად დრო დაეხმაროთ გიორგის, რომ კიდევ უფრო გიორგის ძალიან უყვარს წინსვლა. აი, რა რჩევას მიცემ. იცი რა არის, ზუსტად- აი ნახე რა შემოვაგდო პოდკასტი დავიწყეთ. სიბერეში სულ ფიქრობს მაგაზე და იმიტომ ახლა მე ხო ვიცი მაგასთან კი, ლაპარაკები. მთელი პოდკასტი აუ, წავიდა. რას ამბობ. კიდე იცი რა მომწონს მე გიორგიში? აი ძალიან მაგარი თვისება არის ეს. აი ჰელოვინზე ვთქვი თუ არა, არ ვიცი, არ მახსოვს. ჰელოვინს კი. როგორ ველოდებით ხოლმე თქო და აი იცი რა, ყველა სათითაოდ ისე აკვირდება და ის რომ შეიძლება მისცეს მეტი ფორა. აი მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი რომ თქვა ბარში უმუშავია. მაგრამ ისე კარგად უვარჯიშია რომ მე წავიდა და გაზარდა როგორც კი. ისა, ხო? აი ვიღაცა ხო აი დაწინაურების ის არა აქვს, ხო ხვდებით, აი რაღაც ჩარჩოში არ ქსვავს, ყოველთვის გაძლევს საშუალებას, რომ აი მერე მიდი, ძალიან მიდი, 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 მნიშვნელოვანია, ვიღაცას მე შეიძლება პერსონალურები უკვე დაუნიშ. სულ გაკვირდებათ თქვენ როგორები ხართ და საშუალებას გაძლევს, კიდე გაიზარდა, ხო? ეგ მაგარი რაღაცაა რა, არ გიწევს რომ 10 წელი იჯდე და იგივე იმაში და ოდესღაც ბოსმა ჩათვალოს საჭიროდ, რაც ხდება ხოლმე ძირითადად სტრუქტურებში, რომ აი ძალიან რთულია განვითარება სხვა იმაში ვიცი მე რა არ არის ეგეთი დაწესებულებები და თქვენთან მალმალე ხდება რომ აი თუ დისციპლინირებული ხარ თუ არ აგვიანებ თუ კარგ შედეგებს დადე თუ ისიც კმაყოფილია წაგიყვანს უფრო წინ არა აქ იმის ის რომ აუცილებლად შენ უნდა იქ რაღაცა უდიდე ჩემ თავზე მაგამახსოვს. ხო კი. მოყევი ეხლა რომ მოყვე ძალიან გრძელი ამბავი გამოვა, მაგრამ ნუ ეგ არის რა, რომ ძალიან მოკლედ გეტყვი, რომ შრომა გიფასდება რა. აი ეგ სიტყვა მოკლედ ითქმის ეგ არის მარი დიახ რაღაც ძალიან კაი ის გამოვიდა რა დღევანდელი საინტერესო. ჩვენი აი არა კი მეც მჭირდებოდა დიდი ხო, ხანი არ რაღაც მივარჯიშია დავიცავეთ თითქოს, ხო? კი, ხო და კარგი. შევისეთ კიდევ რა თქმა უნდა ხო და მე მჭირდებოდა კარგი. იმიტომ რომ გამახსენდეს რომ დადი მარი დარბაზში ხო, მაგას გეუბნებოდი წერა. ხო. აუცილებლად აუცილებლად მაგარი და- ჩავარდნა მქონდა აქციების მე გასაგებია აღარ ყველაფერი, ვარჯიშობდი მაგრამ რა ადგადა შეიძლება მოვიდა. ხო იცი გვიანი არასდროს არა შეგიძლია მოხვიდე ნებისმიერ დროს და დაგხვდებით ისე როგორც საჭირო მეზარებოდა და ეხა გადამედო განწყობა და დილის რვა ქუში საათზე მომეცა აუცილებლად. სხვადასხვა იოგაც ძალიან მაგრამ მიყვარს თქვენ იო აუ ძალიან ბევრი რაღაცა მიყვარს თქვენ იცი კიდე რა მიყვარს ბევრი სხვადასხვა ფილიალი როა ხოლმე იმიტომ დღის განმავლობაში შეიძლება სადღაც აღმოჩნდე და თუ გაქვს თან მანქანაში ჩაგდებული ბოტასი სპორტულები ხო ან ზიურში მოხვდები ან ეუნზე მოხვდებია ეგეც ძალიან მაგარი კომფორტია ერთი ადგილი არ არის იმიტომ ხელა საცობებია დღეს ქალაქში ხო, ბენეფიტები აქვს აკა. ეხლა მაგალითად ლისზე საოცრებაა მე ხო ახლოს ვარ ვაშლიჯვარში იცურავე საუნაში შედი გამოდი ბულბულე თოვლში ჩაწექი ძირა დავამუღა მე თოვლი როცა ხომ იქ გარეთ მმ. ჯერ საუნაში შევდივარ მე გავრდივარ თოვლში და აუნა კაი არის ესეთი და კომუნა მარტო ის კი არა რომ ერთმანეთი იქ ძალიან ბევრი ადამიანი გიახლოვდება მე შეიძლება საინტერესო ურთიერთობები ჩამოყალიბებდეს ძალიან ბევრი მეგობარი ჩემი შევიძინე მე ოქტოპუსში ზოგი ოჯახდება ზოგი ოჯახდება კი ბატონო ზოგი კოლეგა ხდება ეხა ანკა მე პილატესი და მე ძალიან მაგარი მეგობრები ვართ ერთად მოგზაურობთ უკვე უცხოეთში დავდივარ ჩემი დაქალია იმის გარეშე არ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება ანუ მეგობრებსაც ვიძენ ისეც იქ და იაკო და ნუ უამრავი რომ ეს ცხოვრებაა უკვე შენი და გიორგის ვეუბნებოდი მე მგონი მაშინ გაუკვირდა მაგრამ თან გაუსწორდა როგორ მიყვარს მეთქი თქვენი პირსახოცების სუნი
აი რომ დასვლა ხოლმე მახსენდება რომ ისე ვიწყებ ვარჯიშს და ისე მექნება ყველაფერი ჯანსაღად. არა, შენ მახსოვს ერთი პერიოდი ძალიან აქტიურად ვარჯიშობდი. ძალიან ჩაჭერა მქონდა. ხო და დროა მე გააგრძელო. მოვალ. უეჭველი. მე მაინც მოვალ. ხო ინალა გორგულესი მორა გამახსენდა მეცნე და თამაშ მოვალ. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. რომ დღეს ჩვენი სტუმარი იყავი, მეც მართლა მადლობა. საინტერესო გამოვიდა, აი გულწრფელად გეუბნები მიხარია თუ ასე. დარწმუნებული ვარ რომ მართლა ძალიან საინტერესო ეპიზოდს ნახავს მაყურებელი. რა კაია. და ჩვენი მეხუთე ეპიზოდი. ჩვენი მეხუთე ეპიზოდია ამასობაში ვაუ, თქვენ თვითონ მგონი რაღაცები ადის. ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა და უყურებ მეგობრებო. სიამოვნებით. დღევანდელი ჩვენი გამოგვიწერე, სტუმარი უეჭველი, იყო. უეჭველი, გამოგიწერთ როგორ ახართ? მოდი. ვაი, მე გავაჭყვეტი. ოქტოპუს პოდკასტი გამოიწერე YouTube-ზეც, Spotify-ზეც და Instagram-ზეც დაგვაფოლოვე და გამოყვები და ნახე ხოლმე ჩვენი აუ, ძალიან მაინტერესებს. და ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიდე სხვა თვალიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი. სხვა რაკურსი. კრიტიკასაც მივიღებთ და აუცილებლად, ხო. ყველაფერს რო ეს და ესე ნუ ახალი ხილია ჩვენ. სიამოვნებით უკავშირს დაგიბრუნებთ სულ. არ მაქვს მაგის პრობლემა. მით უმეტეს თქვენთან გახსნილ ადამიანებთ. დიდი მადლობა მარი და მეგობრებო, ჩვენი სტუმარი იყო დღევანდელი ინფლუენსერი, ბლოგერი, ფოტოგრაფი, სტივა. მეგონი დღეს დავამსხვრიექს და ნაკანი. ძალიან საინტერესო გამოვიდა მართლა. მადლობა შენ. მიხარია. და ჩემო მეგობრებო, ყველაზე მთავარი რაც არის, არ დაგავიწყდეს ჩვენი გვერდის გამოწერა, რათა ჩვენი ეპიზოდები ყოველ ორ კვირაში ერთხელ გადის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამაზოთ. და მოკლედ გელოდებით ყოველ ორ კვირაში ერთხელ 4 შაბათს 8 საათზე. ადიოს.